მოგესალმებათ ვანო შოუ, მთავარი იუმორისტული შოუ, მთავარ არხზე, ძვირფასო მეგობრებო. ძალიან უცნაური კვირა გქონდა, ჩემო მეგობრებო, ძალიან უცნაური და რა თქმა უნდა, ვიწყებ მთავარი თემით. 2 დღის წინ ზუგდიდში შეიარაღებული ადამიანი შეიჭრა საქართველოს ბანკში, მძევლები აიყვანა მთელი დღის განმავლობაში იქ იყო, მოითხოვა $9,000,000 და ღამით ყველაფერი დასრულდა იმით, რომ მძევლები გათავისუფლდა. ეს შეიარაღებული პირი გადავიდა ფულით ეგრეთ წოდებულ საზღვარზე. ესე დამთავრდა. ზოგს რამდენი წვალება უწევს, ძვირფასო მეგობრებო, 500,000-ის მოსაპოვებლად. რას ვიზამთ? ყველა ამბროლაურის მერი ვერ იქნება. ვერ მოიგებს $9,000,000-იან პორშეს. სხვა დანარჩენისთვის კალაშნიკოვი და ლიმონკა არის საჭირო, ძვირფასო მეგობრებო, ხო ხედავ? არასოდეს მავიწყდები, არასოდეს. მონოლოგი შენით დავიწყე, წარმოგიდგენია, რომ აი რა დონეზე არ მავიწყდები. ისე მართლა რა საშინელი და ბრუტალური მეთოდით მიითვისა ეს $9,000,000. იარაღების როლები, მძევლები საშინელად უინტერესო მძარცველი არის, ძვირფასო მეგობრებო. არა და ლამაზად ძარცვა ხელოვნებაა ისე რომ დავაკვირდეთ. აგენ კაცი 8 წელია ისე ოსტატურად აკეთებს ამას. დაჭერა და გასამართლება კი არა, ხალხი ერის მამას ეძახის. ხდები? ძალიან დაარტყა ოცნებას ამ ძარცვამ, ახლა კაცო $9,000,000 ზარალი უნდა და ქართულ ოცნებას ამ წინა საარჩევნოთ. ამ წინ $9,000,000 იცით რა ამხელა ფულია? 100,000 მსუქანი მაჟორიტარის ბილბორდია რომ გამოთვალე ჩვეულებრივად. ამდენი ფული წარმოგიდგენიათ? ზოგი იძახის თუ ამდენი გარისკაო რატომ მეტი არ მოითხოვო? რას ამბობთ ხალხო? ისედაც იმდენი $. წაიღო რომ ლარის კურსი გამყარდა. იმდენი ფული წაიღო $9,000,000 წარმოგიდგენიათ? რამდენიმე პუნქტით ლარი გამყარდა. თან სახელმწიფოს მდგომარეობა გაითვალისწინა იმ ადამიანმა და რისი საშუალებაც ჰქონდა ქვეყანას იმდენი მოითხოვა ფული და $9,000,000 ამოიდე ეს იღლიაში და წავიდა. ძარცვის პარალელურად მიმდინარეობდა ქართული ოცნების პრეზენტაცია. ჟურნალისტებმა გიორგი გახარიას დაუსვეს კითხვა, რატომ გაიზარდა კრიმინალიო, გახარია გაბრაზდა. თქვენ ცდებით, კრიმინალი არ გაზრდილაო, სტატისტიკაზე ციფრებს დააკვირდითო. არა და იქ ბანკში კაცი დარბის გახსნილი ლიმონკით $9,000,000 ითხოვს, რომელიც დღევანდელი კურსით ლარზე რო გადავიეგო, $1,900,000-ზე მეტია და ეს ჩვენ გველაპარაკება ციფრებს დაუკვირდითო. გახარია. გახარიას გარდა ამ ფაქტს ოცნების სხვა წევრების გამოეხმაურნენ, განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ვინ თუ არა ირაკლი კობახიძე. მოისმინოთ ირაკლი. როდესაც ესეთი მძიმე ვითარება და 19 ადამიანია გასათავისუფლებელი და თქვენი ჟურნალისტი გლავკანალის და პერვი კანალის ჟურნალისტი მიდის პრემიერ გახარიასთან და იკითხება დანაშაულის სტატისტიკის შესახებ. ეს არის სირცხვილი. ეს არის სირცხვილი. რუსულად რადგან მეტყველებ, მეც რუსულად გიპასუხებ, უკეთ გაიგებ. გლავნი და პერვი, ანუ მთავარი და პირველიო. ირაკლი მირჩევნია ვიყო მთავარზე და ვიყო პირველი, ვიდრე ვიყო ოლიგარქთან და ვიყო 6-იანი. რა ვიგულისხმე, გადათარგმნე 6-იანი რუსულად და ჩააყენე კნინობით ფორმაში და მიხვდები რაც ვიგულისხმე 6-იანი. ანუ 6-იანი კნინობით რა ვიცი, იორკა ხო ბოლოში ესე მთავრდება. ძალიან საინტერესოდ გააშუქა იმედმა ზუგდიდის ინციდენტი, გთხოვთ ნახოთ ფოტო ძვირფასო მეგობრებო. ბანკიდან გამტაცებლის სურვილებს ნაცმოძრაობა ახმოვანებს. ანუ ერთ-ერთი მძევალი იყო ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდაჭერი და იმედმა ამ ფაქტით ისარგებლა და მძევალი ნაცი იყო. გამტაცებლის სურვილებს ვინც ახმოვანებდა ნაცი იყო. ვინც შეიჭრა ნაცი იყო, ვინც მძევლებიდან გაათავისუფლა ნაცები იყვნენ და იმიტომ გაათავისუფლაო. იმედს მინდა მიმართო, ყველა ნაცი თუ არის, აბა თქვენს მიერ ჩატარებულ კვლევებში როგორ იგებს ოცნება ეგ გამაგებინეთ ერთი. რანაირად გამაგებინეთ და დაგანებებთ თავს. ზუგდიდის თემამ კარტოგრაფების თემა გამახსენდა, ირაკლი ღარიბაშვილი იძახის, რომ რუსეთიდან რუქებიო რომ ჩამოვიტანეთო, ეს იყო სპეცოპერაციაო. ესე იგი კაცმა, რომლის სიმამრიც ყოფილი შესამინისტრია იყო. შემდეგ თვითონაც იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და დღეს თავდაცვის მინისტრია. დღემდე არ იცის რა არის სპეცოპერაცია. აი რუქები რომ ჩამოიტანეთ, ეგ არ არის. აი ტერორისტებს რომ ჩაუტარეთ, არც ეგ არის. აი ტერორისტმა რომ ჩაგიტარათ, ეგ არის სპეცოპერაცია, ირაკლი მინდა გითხრა, აქედან
მოდი ცოტა გავხალისით და ამ ძიმე კრიმინალური თემიდან იუმორისტულ თემაზე გადავიდეთ, მაინც ძიმე თემა იყო. რაშიც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაგვეხმარება ძვირფასო მეგობრებო. თავაზებთ ნაწყვეტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლიდა, ნახოთ. ქუთაისი ეს არ არის მხოლოდ გელათის აკადემია, მაგრამ ეს არის გელათის აკადემია. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი პრეზიდენტი მხოლოდ არაადეკვატური არაა, მაგრამ არაადეკვატურია ძვირფასო. სალომე ზურაბიშვილი ჩამოყალიბდა უკვე ისეთ პერსონას, აი რო გამოვა და გვაცინებს, აი ნუ სხვა არა და შევა ისევ გამოვა გვაცინებს სერიოზულად რომ აღარავინ აღიქვამს და მხოლოდ იმისთვისაა რომ ეს დაძაბულობა, ეს სტრესი რომ მოგვიხსნას, ალბათ ამისთვის შეიქმნა ეს პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომ სალომეც მაგიტო ყავს. უკვე ისეთებს იძახის რომ აღარც მაგიზიანებს, აღარც ხალხს აღიზიანებს, აღარც გვაკვირვებს, ერთი სიტყვით ავტოპილოტის რეჟიმზეა გადართული და უპერავს თავისას. გამოდის არც აინტერესებს, მიდი, აი რაც მოადგება ლაპარაკობს. მოდი დაუბრუნდეთ რეალობას და გადავიდეთ წინა საარჩევნო სამზადისზე. რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენები შეხვდნენ პრემიერ-მინისტრ გიორგ გახარიას და საქმიანი შეხვედრის შემდეგ ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ. მოდით ნახოთ ეს სტატიის სათაური. ჩვენ გავამხნევეთ პრემიერი და როცა ვამხნევებდით პრემიერს, მან თქვა რომ საკმაოდ მხნედ ვარო. კი ჩვენ ვამხნევებდით ბუნებრივია, მაგრამ პირდაპირ გვითხრა რომ გამხნევებული ვარ, კარგად ვარ, ფორმაში ვარ. არა და ადრე წინა მთავრობას ამხნევებდა ეს ჩვეულებრივად. ისე რომ ვიცოდეთ სააკაშვილის დროს გამხნევდა ეს კაცი ძალიან კარგად. სხვათა შორის ამ წინა საარჩევნოდ ბევრმა ბიზნესმენმა გაამხნევა ქართული ოცნება, ჯერ მარტო წინა კვირას 2 მილიონით გამხნევდა ქართული ოცნება, 2 მილიონით. მარტო ერთ კვირაში ძვირფასო მეგობრებო. ვინც ვერ მივხვდით აგიხსნით, გამხნევება ეს ქოცური სიტყვაა და მიშას დროს რეკეტი ერქვა, ძვირფასო მეგობრებო. მიშას დროს რეკეტი ერქვა და ახლა გამხნევება ქვია. ხედავთ, სიტყვების როგორი მობიერი გახდა ქართული ოცნების დროს. ქართული ოცნების დარბილდა სიტყვები, აღარ არის მკაცრი. გადავიდეთ წინა საარჩევნო კვლევებზე. ორი ინფორმაცია მაქვს, ერთი ცუდი, მეორე კარგი. მოდი ცუდით დავიწყოთ. პატრიოტ ალიანსმა კვლევებში გადაუსწრო ოცნებასაც და ოპოზიციურ პარტიებსაც და პირველ ადგილზეა. ახლა კარგი ინფორმაცია, ეს კვლევები თვითონ პატრიოტ ალიანსმა ჩაატარა, ძვირფასო მეგობრებო. ხედავთ ხალხო, პირველ ადგილზეა საკუთარ გამოკითხვებში, ხო? ხო, პირველ ადგილზეა, ხო. 150 მილიონი ადამიანი უჭერს მხარს, ეს მარტო რუსეთში. წარმოიდგინეთ ხა, იქნება პირველ ადგილზე, აბა რა იქნება, ძვირფასო მეგობრებო. არანაკლებ საოცარი კვლევები უნდა შევოგთავაზოთ ახლა ძვირფასო მეგობრებო. კარგად მოისმინეთ. ქართული ოცნება 55%, ნაცმოძრაობა 19%. აბა თუ გამოიცნობთ რომელი ტელევიზიის კვლევაა? A იმედი, B რუსთავი 2, C ორივე ერთად. მეგობრებო, ამ შემთხვევაში სამივე პასუხი სწორია, მაგრამ ისე რუსთავი 2-მა ჩაატარა, რომ იცოდეთ ეს კვლევები, მოკლედ სულ ატარებს სისტემატიურად, სულ აძლევს ესეთ ინფორმაციას. მოკლედ ისეთი კვლევები გამოაქვეყნოს, რომ სიუჟეტის ბოლოს უნდა გამოსულიყო კონფერენცია და საზეიმო ხმით გამოეცხადებინა და თქვენ გადმოგეცემათ ბაჯაღლოს მატარებელი, ხო ეს ხო სულ არის ეს გათამაშება არის ბაჯაღლოს მატარებლის ეს წინა საარჩევნო პერიოდის დროს, სულ არის. ეს კვლევები რომ გამოაცხადეს, მერე რუსთავი 2-თან იმედის ბაჯაღლო მატარებელი ჩამოდგა, ბაქანზე ესენიც ავიდნენ. ჩინურ გაბუნიას უკვე მყარად მიუჯდა გვერდით ტაივანური ვახოსანაი, ანუ ირაკლი იმნაიშვილი. ირაკლი იმნაიშვილი რაღაცნაირი წამყვანიანი. სხვათა შორის ეს კვლევა ტელეკომპანია იმედმაც გადააშიარა, რაღაცნაირად ეს ორი ტელევიზია ძალიან დაუახლოვდა ერთმანეთს. დამეგობრდნენ. ჩემი აზრით ბაჯაღლო ტელევიზიის ტიტულისთვის ბრძოლა აღარა საჭირო. ჯობია ორივე დათმოთ თავისი ამბიციები და თქვათ, რომ გაიმარჯვა მეგობრობა. ჯობია ესე. მართლა გაიმარჯვა მეგობრობა. მოდი ახლა მართლა კვლევებზე გადავიდეთ. აი, ნამდვილ იფსოსის კვლევებზე, რომლის მიხედვითაც ქართულ ოცნებას ნამდვილად არ აქვს საქმე სამხიარულოდ, მაგრამ ამჯერად მათ დადაბლებულ რეიტინგს არ შევეხები, რამდენიმე პუნქტით მოიმატა ძალიან უცნაურად სტრატეგია აღმაშენებლის გიორგი ვაშაძის რეიტინგმა. ძალიან საინტერესოა, გამიხარდა ეს წარმატება. მინდოდა გიორგისთვის მიმელოცა რეიტინგში დაწინაურა, მაგრამ ვერ დავეწია ჩამიქროლა ესე და თან რაღაცებს ლაპარაკობდა და ჩამიქროლა და ვერ მეწევი ამ ადამიანს. იმავე კვლევებში ცოტათი იკლო ევროპული საქართველოს რეიტინგმა, ეთყობა მიშასთვის ჩასარტყმელი იდაყვი, ნამეტანი ბლაგვი გამოდგა.
არ იყო კარგად ალესილი და შესაბამისად. ევროპული საქართველოს საგრძნობლად გააქტიურდა არჩევნების მოახლოებასთან ერთად 2 დღის წინ მათ გამართეს საპროტესტო აქცია სახელწოდებით დაუპიპინე ბიძინას. სხვა სახელი აჯობებდა. მაგალითად დაუპიპინე ბიძინას დალნი აუნთე სააკაშვილს. ან რა ვიცი. ან დაუპიპინე ბიძინას მატორი დაუსტუკე მიშას, რა ვიცი. ბევრი ვერსია. მოკლედ ძალიან დატვირთული და მრავალფეროვანი კვირა იყო. ბევრი რამ მოხდა, მაგრამ ახლა გადავდივართ ჩემს საყვარელ თემაზე. მოდით ნახოთ ვიდეო. საქმე ეხება ქარელის მერს, მოქალაქე ზაზა გულიაშვილმა, მოქალაქე ზაზა გულიაშვილს, ანუ საკუთარ თავს, ქარელის მერის 2018 წლის ბრძანებით ქარელში ბინა აჩუქა. აქ არც არაფერი იქნებოდა გასაკვირი, მერს სახელმწიფო ქონება მერისთვის რომ არ ეჩუქებინა. კიდევ გაგიმეორებთ. არ მოგესმათ ქართული ოცნების წარმომადგენელმა ქარელის მერმა ზაზა გულიაშვილმა საკუთარი ბრძანებით საკუთარ თავს გადასცა ბინა, აჩუქა ბინა. ეს არის მეგობრებო ნეპოტისტური ონანიზმი. ანუ ნეპოტიზმია, მაგრამ ისეთი ნეპოტიზმი, რომ მხოლოდ საკუთარ თავს აკმაყოფილებს. მიხვდით რა შეესაბამება. ამ კაცმა თავის თავს ბინა აჩუქა. რაღაცა მაიძულა აშკარად. ეთყობა ეს იმიტომ ვქნა, რომ ეს თავისი თავი ოცნებას არ აძლევდა ხმას და ამ თავისმა თავმა მოისყიდა ბინით. ისე აქვს საქმე უკვე ამ რომ თავის მოსყიდვაზე არია გადასული. ერთი ვერსია ეს ამაქვს. ამ ფაქტს დიდი რეზონანსი მოჰყოლია ქარელში, ქარელის მერის ზაზა გულიაშვილის ასეთ ქცევაზე გადარეულა ოპოზიციონერი ზაზა გულიაშვილი და მოსამართლე ზაზა გულიაშვილთან უჩივლია. პროცესის ბოლოს გავიდა 12 ნაფიცი ზაზა გულიაშვილი და მერ ზაზა გულიაშვილის გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა, მაგრამ ბოლოს საქმეში ბიზნესმენი ზაზა გულიაშვილი ჩაერია. მოსამართლე ზაზა გულიაშვილს ქთამი შესთავაზა. მერი ზაზა გულიაშვილი გაამართლეს და სახლში წავიდა. აი ხედავთ, ზაზა გულიაშვილის შინაგანმა სამყარომ ამდენი იბრძოლა ძვირფასო მეგობრებო. მაგრამ საბოლოოდ მასში კორუფცია და უსამართლობა მიზეიმა. ასე ადამიანი როგორ ქვეყანაში ცხოვრობს, შინაგანათაც ისეთი ყალიბდებაო, ასეა გამონათქვამი. სიბრძნეები არსებობს ბევრი. მე გავიგო რომ ესე მარტივად და უპასუხისმგებლად არ მოქცეულა ეს კაცი, ჯერ შეხვდა საკუთარ თავს, მოусმინა რა პრობლემები აწუხებდა. დაპირდა რომ მოაგვარებდა და მხოლოდ ამის შემდეგ აჩუქა თავის თავს ბინა და თავის თავსთან ფოტოც გადაიღო. მოკლედ მოქალაქე ზაზა გულიაშვილი ერთადერთი მოქალაქეა ქარელში, რომელიც ქარელის მერი ზაზა გულიაშვილის მართლობით უზომოდ კმაყოფილი არის თავის თავს. ამ ამბავს ძალიან კეთილი დასასრული აქვს ძვირფასო მეგობრებო. ამ ამბის შემდეგ მოგმართა ქარელის მცხოვრებმა ზაზა გულიაშვილმა, რომელიც აპირებს თავის მეზობელ ქარელის მერ ზაზა გულიაშვილს ავტომობილი აჩუქოს. რატომ? იმიტომ რომ სიკეთე გადამდებია. ჩვენ შოუს მუსიკალურად აფორმებს ბენდი თამუნა ლეკვენიშვილის და ზაზა გულიაშვილის ხელმძღვანელობით.